ანა, გაიმართე, ანა. გაიმართე, აი εμას. ნინო, გაიმართე, აბა. აი ემასე დაჯექი. მოდი ერთი ჩანთებიც ავწონოთ, აბა რამდენია. აი 3 და 400. მოდი ვნახოთ ეხლა ამ ჩანთაში რა არის. ნინო, რა დიდებს ჩანთაში? აგერ სკამზე მოიტანე მიდი. და ვნახოთ რა არის ჩანთაში. წიგნები აქ. და რომელი დღის ჩანთა არის ეს? ეს ორშაბათის არის. ორშაბათის, ეს ქართული, მათემატიკა, ინგლისური, თავისი როლებით. აქ დავალების ჩასანიშნავად. კარგი. ანუ ყველა საჭირო ნივთია. ეს წყალიც კიდე ყველაზე პატარა ბოთლით. პენალი, რა თქმა უნდა. და ბუფეტში რომ ჩავიდე. კარგი. ყველა საჭირო ნივთი. მოდი აბა ანა შენი ავწონოთ. ხაჩი. 5 და 850. თითქმის 6 კილო რაღა აკლია. მე რომ მიცოდეთ, აი ყველაფერი საჭირო მიდევს. აი ნახოთ აბა ანას რა მიდევს. მე მაგ 4 შაბათის ჩანდა. 4 შაბათს გვაქვს 7 გაკვეთილი. აქ ისტორია, მათემატიკა, ინგლისური, ქართული, ყველაფერი საჭიროა. აქ დევს წიგნები, ეს ქართული, ეს მათემატიკის და მათემატიკის წიგნი, ეს გრამატიკა, გეოგრაფია, ისტორია. არ ვიცი, მე რაც არ უნდა გაიმართოთ ამ ხელაწონის ჩანთებს რო აწევთ, აი ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება გაიმართოს, როცა მე მიჭირს ამ სიმძიმე ჩანთის აწევა. არა რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. თქვენ რა სიტყვით? პრობლემა არის. ვარჯიშითაც ვარჯიშობთ. ნამდვილად სახლის პირობებში, როგორაც შეგვიძლია. ცეკვაზეც დავდივართ, ანუ აქტიურად ავართ, ყინულის მოედანზეც დავდივართ, ზაფხულობით, მაგრამ ცურვაზეც ვცურავთ. მაგრამ რაღაც მაინც გვაკლია. ბავშვებო, Facebook გვერდზე ვნახე ასეთი კლინიკა არსებობს, სიმეტრია, სადაც, რაღაც ორიგინალური მეთოდებით კურნავენ ამ სკოლიოზ კიფოს და ამ მოხრილობას, ხერხემლის გამრუდებას რა, რაც ჩვენ და უმეტეს ახალგაზრდობას გვჭირს, ასე რომ ვთქვათ. ჩავეწეროთ ჩვენ მიღებაზე და წავიდეთ, ვნახოთ, იქნება არც რთულია ისეთი, რომ და გვეშველოს კიდევაც რამე, რა სიტყვით? კარგი, მოდი წავიდეთ ახლავე. მოვედით სიმეტრიაში. აბა შევდივართ ექიმთან. Abajaba. Abajaba. ჩვენი ექიმი ალექსანდრე ნაკაშიძე ძალიან ყურადღებიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ბათუმიდან ქუთაისში ყოველ შაბათს ჩამოდის. გასინჯვის შემდეგ ანას და ნინოს დაუდგინდა მეორე ხარისხის სკოლიოზი. ანასთან 5 მასაჟი და 15 პროცედურა დაგვინიშნა, ხოლო ნინოსთან 10 ვარჯიში.
ახლა შევდივართ მასაჟზე. მთელი ეს დრო, რაც ჩვენ დავდიოდით სიმეტრიაში, ბავშვებს არ უჭირდათ პროცედურების გავლა. 4-5 დღის შემდეგ კუნთების დაჭიმულობაც მოეხსნათ. კურსის დასრულების შემდეგ ექიმმა რამოდენიმე ვარჯიში დაგვინიშნა, რომელსაც აქტიურად ვასრულებთ სახლშიც. დიდი მადლობა სიმეტრიას. წარმატებებს ვუსურვებთ და დიდი რეკომენდაცია ჩვენგან. აკო და პრინცესებისგან. ანა რთულია ეს ვარჯიში? ანუ სასიამოვნო პროცესია.